როგორ უნდა მივხვდე, გაქვს თუ არა მენოპაუზა, ანუ უახლოვდები თუ არა მენოპაუზას და ხშირად, როდესაც ქალები არიან, თქვათ, 40-45 წლის, 50 წლის და მენსტრუაციის გადაცდენები ეწყებათ, რაც წარმოადგენს მენოპაუზის დაწყების ერთ-ერთ ნიშანს, ისინი ფიქრობენ, რომ აუცილებლად არის ეს მენოპაუზა. ან პირიქით შეიძლება დაიწყოთ ხშირი მენსტრუაციები, ან ჭარბი მენსტრუაციები და ამას ესე ვთქვათ, მიაწერენ მენოპაუზას და ფიქრობენ, რომ ეს არის ფიზიოლოგიური. შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური გადაცდენა და შეიძლება ეს იყოს მართლაც პერიმენოპაუზა, ანუ მენოპაუზაში შესვლის პერიოდი, მაგრამ ყველა შემთხვევაში ესე არ არის. ამიტომ აუცილებელია, რომ ნებისმიერი სახის მენსტრუალური დარღვევის შემთხვევაში 40-45 წლის შემდეგ დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.